მტაცები მანიშნეთ და აი როგორ ქცევაზე განიშნე. აი ესეთზე მაგალითად. ესეთზე. რავი. ამინდი ჩემ ტელეფონში ვიტყვი. ანუ ჩემი ტელეფონით რჩები. დღევანდელი ჩვენი თემა არის იოგას ინსტრუქტორი როგორც პროფესია. პროფესია რეპორტიორი. ხო არა ვარ თუ გაიში. შეიძლება უკვე გასული ვარ, ხო? ოკეი. მოგესალმებით იოგას აკადემიის პოდკასტზე. დღეს ჩვენი თემა არის იოგას ინსტრუქტორი როგორც პროფესია და ჩვენი სტუმრები არიან იოგას ინსტრუქტორები, ჩვენი კურსდამთავრებულები ეკატერინა ბახსოლიანი და ლანკა ზურაბაშვილი. მოგესალმებით. გამარჯობა. მოგესალმებით. როგორ ხართ? კარგად. არაჩვეულებრივად. ძალიან კარგი, მიხარია რომ გვეწვიეთ. მანამდე მე დავაანონსებ ჩვენს კურსს, ინსტრუქტორთა კურსს, რომელიც დაიწყება ოქტომბერში და ეს არის იოგას სრული კურსი, 6 თვიანი კურსი, სადაც არის თეორიაც, პრაქტიკაც, ანატომიაც, ფილოსოფიაც, მოკლედ ყველაფერი ის, რაც ჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ პროფესიულად დაეუფლოს იოგას, ან მეორე მხრივ გაიღრმაოს თავისი ცოდნა თუ არ აპირებს ინსტრუქტორობას საკუთარი პირადი განვითარებისთვის. მართლაც ასე არის, რომ ბევრი ადამიანი საერთოდ ჩვენს კურსს ამ მიზნითაც მიმართავს. პრინციპში ჩვენ უკვე 5 წელი არის, რაც ეს კურსი გვაქვს და მეორე კურსზე, ანუ რანკა მე როგორც მახსოვს, შენ გაიარე, ხო, 2021-ში ან 20-ში, ხო? ხო, კოვიდის რაღაცა პერიოდი იყო, კი 20 პერიოდი იყო და ეკატერინა შენ როდის გაიარე? შარშან ზამთარ შემოდგომის კურსი რა იყო. და ანუ უკვე გახსენი იოგა სტუდია, მინდა წარმატებები გისურვო, ამაზეც მოგვიყევი, ანუ კახეთში რა ხდება, როგორ დააფუძნე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ლანკაც უკვე წლების განმავლობაში ასწავლის დიღომში, ვორტექსში. აი ამჟამად ხო, ამჟამად მე და ლანკას იმ პრინციპით გვაქვს, ანუ სადაც ცხოვრობ. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ქალაქი გადაითვირთა და მიხარია, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები და ისეც, ანუ სხვაებიც, ანუ აკეთებენ ბევრ ადგილას იოგას, ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება ტერიტორიულად და ამავდროულად არის ძალიან დიდი მრავალფეროვნება, რაც ასევე ძალიან დადებითი მოვლენა არის და კარგი, მოდი დავიწყოთ ესეთი შეკითხვებით, აი მე რაღაც შეკითხვები მაქვს მონიშნული, ჩვენ შეგვიძლია სპონტანურადაც მივყვეთ, ლაივს ვინც უყურებს, შეგიძლიათ თქვენი შეკითხვები მოგწეროთ ასევე. თქვენი დაინტერესება იოგათი, აი ნაგა შენით რომ დავიწყოთ, მეც მოყვები რაღაც ეპიზოდებს და აი მაინტერესებს მართლა როგორ დაინტერესდი იოგათი. ესე იგი, მე ბავშვობიდან მაინტერესებდა, სახლში მქონდა წიგნი კარენ ცებროფის იოგა ყველასათვის. ნუ ეგ მაგ წიგნზე ვგიჟდებოდი, მაგ პოზებზე ვგიჟდებოდი და სახლში ვარჯიშობდი მე თვითონ ყოველთვის, აი ესე რა ლაითად ბავშვურად რაღაცა. მე ნუ აღარ მიმიქცევიადი და ყურადღება იოგისთვის, საერთოდ პოპულარულიც არ იყო. და 17 წლის ასაკში გადავიტანე მონონუკლეოზი ძალიან მძიმედ და დამიტოვა ძალიან ცუდი რაღაცები, ფიზიკურად იმუნიტეტი დამივარდა, მენტალურადაც ძალიან გამიჭირდა და სადღაც 1 წლის მერე უკვე 18-ის რო ვიყავი, მაშინ ვიფიქრე რომ რაღაცა მჭირდებოდა, რაც ფიზიკურადაც გამაძლიერებს, ისეც კარგი იქნება, მოდი მივუბრუნდეთ ისევ იოგას და ეგრე დავიწყე. და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩემს იმდროინდელ ინსტრუქტორს, ნანიკო ნანიტაშვილს, იმიტომ რომ ნანიკომ შემოყვარა, ეხლა არ ვიცი სხვას არ მოხვედრილიყავი, როგორ განვითარდებოდა. აი დავიწყე და აღარ გავჩერებულ ვარ მაგის მერე, ნუ ისე შემიყვარდა სტუდიაც და ნუ თვითონ იოგაც. ეს იყო ჩემი ის, მერე რომ ნახე ხა ჩემზე რა გავლენაც ჰქონდა, გინდა ფიზიკურად, გინდა მენტალურად. ნუ ვეღარ შევაშვებოდი უკვე ვარჯიშს რა, ეს იყო ჩემთვის. და სპორტულ აქტივობასთან ქონია მანამდე შეხება? ცეკვავდი ცოტა ხანი კი, მაგრამ სერიოზულად არასოდეს. ხო, იოგა იყო ყველაზე სერიოზული აქტივობა ჩემთვის. ძალიან კარგი, შენ? მე არც ისე დიდი ხნის პრაქტიკოსი ვარ, მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ
პირველად ვისაუბრე ჩემს მეგობართან, რაღაცა მას უნდოდა იოგაზე მისვლა თბილისში და მაშინ გავიგე რაღაცა რომ შეიძლება და ჩემს ცხოვრებაში იოგა გაჩენილიყო. არ ვიცოდი რა იყო, თუმცა ისეთ ადამიანს ვესაუბრე რომ თითქოს ინტერესი გამიჩნდა. მე შევიცვალე საცხოვრებელი ქალაქი ბათუმში გადავედი და აი ამ პროცესში გავარკვია რომ ჩემი ასე ვთქვათ ხერხემლის პრობლემის გამო სკოლიოზი მაქვს საკმაოდ რთული ფორმით გავარკვია და ძალიან ისე მკაცრად გამოფრთხილა ჩემმა ექიმმა რომ არ იყო ჩემთვის რეკომენდებული სპორტ დარბაზში ვარჯიში, წონებით ვარჯიში და ასე შემდეგ. არ და ყოველთვის მქონდა მოთხოვნილება, აი ძალიან პატარა რომ ვიყავი ჩემთვის სოფელში აივანზე, იქაც კი რაღაცას ვაკეთებდი ხოლმე და აი ესე გადავწყვიტე რომ მინდა ვარჯიში. რა ვაკეთო? რა გავაკეთო? რა შემიძლია და მოდი ვწდი იოგას. აი მართლა მხოლოდ ფიზიკური თვალსაზრისით ესე რაღაცა შედეგებისთვის მივედი იოგაზე და ყოველთვის ვამბობ ხოლმე ამას რომ ძალიან გამიმართლა უკვე მე მაკასთან რომ მოვხდი და მაკასთან ძალიან დავინტერესდი. კი, მაკამ სულ სხვა თვალით დამანახა ეს ყველაფერი, მაკა თავი არის რომელიც ბათუმში ასწავლის, თავისი სტუდია აქვს ახლა უკვე 2 თუ 3 წელი არის ალბათ, ხო. და ვინც ბათუმთან გაქვთ კავშირი, ვისაც გაქვთ და ან ზაფხულში იქით აპირებთ, შეგიძლიათ კი, მაკას გარემო ნამდვილად ისეთია, რომ აუცილებლად დაგაინტერესებს. აი თუ პატარა შანსი მაინც არის, რომ ამ ყველაფრით დაინტერესდე, აუცილებლად სწორ ადგილას ხვდები, როცა მაკასთან ხარ და შემდეგ უკვე შენზეც მაკასგან გავიგე. იქამდე არ გიცნობ. კარგი. ხო, ანუ მეც ვიტყვი მაშინ, მოკლედ ვიტყვი, რომ დავინტერესდი უფრო სულიერი იოგათი, იმიტომ რომ ფიზიკური აქტივობებით, ანუ რაღაც სპორტით დაკავებული ვიყავი, ანუ კარატე, ფეხბურთი, რაღაცები, ანუ ძალიან 90-იანებში ძალიან პოპულარული იყო, კარატე განსაკუთრებით თავდაცვის საშუალება, კარატე, კუნგ-ფუ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და იოგა მაინტერესებდა უფრო როგორც სულიერი პრაქტიკა, როგორც მედიტაციები და როგორც რაღაც უფრო ცხოვრების გზა, როგორც წესი, რაც სხვადასხვა იმ დროს ლიტერატურა რაც იყო, უფრო მე ხელში უფრო ესენი ხდებოდა, ესეთი ლიტერატურა მივარდებოდა ხოლმე ხელში და რაღაცნაირად თინეიჯერობის რაღაც გარდატეხის ასაკის დამხმარე საშუალება აღმოჩნდა ჩემთვის. კარგი, გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, როგორ დაინტერესდით კურსით? ახლა შენ დავიწყოთ. კურსით, აი ამაშიც საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის მაკას, იმიტომ რომ პირველი თვეის რომელიღაც გაკვეთილზე თქვა მაკამ, რომ აი ეს რაღაცა რომ შევხედავ ხოლმე, ვინც კარგად ვარჯიშობს და ინტერესი იჩენს, ყოველთვის თავაზობ ხოლმე, რომ აი შეგიძლიათ რაღაც კურსი გაიაროთ. მაშინ გავიგე, რომ შესაძლებელი იყო, ესეთი იყო რაღაცა აკადემია, სადაც შეიძლებოდა კურსის გავლა. სიმართლე რომ თქვა, მაშინ ამაზე ძალიან სერიოზულად არ მიფიქრია, თუმცა რაღაც იდეა გაჩნდა. შემდეგ რომ დავბრუნდი თბილისში და რა თქმა უნდა იოგა სახლში გავაგრძელე პრაქტიკა, აქ ძალიან მალევე მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა გამევლო კურსი, იმიტომ რომ იყო რამდენიმე შემთხვევა ისეთი რომ რაღაც ლექციას დავესწარი, სხვადასხვა შეხვედრებს ვიცით რომ ხშირად აწყობს გიორგი და განებივრებული ვართ მაგით და საუბრობდა ხშირად აი ამ თემებზე და ჩემი პრაქტიკის დროს გადიოდნენ კურსს და იქ იყვნენ ჩვენ პრაქტიკას ესწრებოდნენ კურსის ასე ვთქვათ სტუდენტები და აი ის პროცესი ჯერ ერთი რომ ასე ვთქვათ ირგებდა ინსტრუქტორის პოზიციას, მზის მისალმებას გვაკეთებინებ და შემდეგ მეორე აგრძელებდა და ასე შემდეგ, ეს ძალიან ისეთი იყო, რომ ამის კეთება მეც მინდა და კახეთის იდეა მაშინვე მქონდა თუ მე მოგივიდა ეს. აი, კახეთის იდეა გაჩნდა პარალელურად, კი, აი თან გადიოდი. კი ბატონო, ასე ვთქვათ, მიზანი რისთვისაც კურს გავდიოდი, ხა ამ კურსის გავლა ძალიან ბევრი რამის გამო შეუძლია ადამიანს ხო, როგორც პირადი ინტერესის, ასევე უშუალოდ
ინსტრუქტორობის, ასე ვთქვათ, მიმართულებით. მაგრამ აი ჩემთვის ესე მიზან მიმართულად ვიცოდი, რისთვის მინდოდა კურსის გავლა, რომ მინდოდა ინსტრუქტორობა და მინდოდა რომ ჩემი სივრცე შემექმნა. და კი, კახეთში. იმიტომ რომ არ იყო და ძალიან მინდოდა რომ იქ ხალხს ამის შესაძლებლობა ქონოდა. რაღაც კავშირები გაქვს, ხო, ქონდა. იქ გავიზარდე. და მე რაც ვიგრძენი იოგას პრაქტიკის დროს, მივხვდი რომ იქ ეს ყველაფერი ძალიან საჭირო იყო. და ჯერ მხოლოდ მე ვარ, ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ საკმარისია ის, რასაც ვაკეთებ, მხოლოდ მე ვარ ჩემი ერთი პატარა სტუდიით და დიდი იმედი მაქვს რომ აუცილებლად ვსვათ ვისაუბროთ. კი ბატონო. მაინტერესებს ძალიან. ლანკა, შენ როგორ გადაწყვიტე და როგორ დაინტერესდა? მე პირიქით იყო ჩემ შემთხვევაში, საერთოდ არ მეფიქრია, რომ ვიმუშავებდი მე ამ სფეროში. პირიქით გავიარე, აი დასაწყისში რაც ახსენეთ, საერთოდ თავისთვის, იმიტომ რომ მე სტუდიაში ვიარე სადღაც 6 თვე, მე ვარჯიშობდი უკვე სახლში, იმიტომ რომ აღარ მყოფნი და ის რაც იყო იქ. და მაგ პერიოდში ნახე ჩემი მეგობრის ვიდეოები რო გადიოდა, ჩემი მეგობრისგან გავიგე ანასტასია მჟავიასგან, ძალიან კარგი ინსტრუქტორია და კარგი ადამიანი. და ხო მეც არ ვიცოდი რომ იყო ეს კურსი. მგონი ანასტასია იყო პირველი ის გამოშვების ის, ხო? და მეორე უკვე მე. და მინდოდა ჩემი თავისთვის, რომ ეგ მესწავლა და მე თვითონ უკეთესად მევარჯიშა და სხვათა შორის მუშაობა არ დამიწყია, ალბათ 1 წელი მე-4 კურსზე ვიყავი უნივერსიტეტში, ჯერ უნივერსიტეტი დავამთავრე და მე იყო რომ უბრალოდ ვცდი, მოდი. და თან ამ კურსზე აი ძალიან ისეთი კარგი შედეგი მომცა აი პირადი პრაქტიკისთვის. ანატომია რო გავიარე, აი 3 თვეში რაც პროგრესი მქონდა, აი სწორი ტექნიკით ვარჯიშით, ანუ არ მქონია ალბათ იქამდე 3 წელი მართლა და ნუ ეს რო ვნახე, ხო, ძალიან ყოფილი ვარ. ძალიან მაგარია. იცი რა მინდა კითხვა, აი ამდენი წელი მაინც გავიდა, ხო, ესე იგი თქვა 5 წელი დაახლოებით და ის კურსები რაც დასაწყისში დავიწყეთ, ჩვენთვისაც ახალი იყო. აი ანასტასია რო იყო, ანუ მაგ დროს კურსი სულ რაღაც 3 თვიანი იყო და ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ვისაც ჰქონდა გამოცდილება, უფრო პირველი ნაკადი და შემდგომ უკვე ყოველ ჯერზე ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ ეს კურსი და ეხლა გავხადეთ, ანუ 6 თვიანი, ანუ 4 თვიანი, ან 6 თვიანი. ანუ უფრო ხანგრძლივი არის, უფრო ინტენსიური არის, რატომ? იმიტომ რომ მე ვგრძნობ, რომ რაღაცნაირად საერთო ცოდნა, საერთო განათლება, ანუ რაღაც კუთხით მაღლდება. იმიტომ რომ თქვენ ხო მუშაობთ თქვენ თავზე, ანუ ვითარდებით და რაღაცნაირად საერთო ცნობიერება ვითარდება და ამიტომ მეც მაქვს ის განცდა, რომ ეს კურსი უკვე ისეთი კი აღარ უნდა იყოს, როგორიც იყო. რაღაც უფრო მეტი ინფორმაციაც უნდა იყოს და მეტი გამოცდილებაც არის საჭირო. შენ როგორ ატყობ, ანუ ტენდენცია აი წლების განმავლობაში ზოგადად აი საქართველოში ეს ცნობიერების თვალსაზრისით არის საგრძნობი განსხვავება? კი, იზრდება ყოველწლიურად. ჯერ ან ხალხმა არც იცოდა, მე რომ ვარჯიში დავიწყე მაშინ, სტუდია ძლივს ვიყავე, არც ვიცოდი საერთოდ რო იყო და ეხლა უკვე ისე წამოვიდა ტენდენცია, ნუ ხალხს აქვს მეტის მოთხოვნილება, მეტის ცოდნის მოთხოვნილება, ამიტომ უნდა მიეწოდო ეს ცოდნა და ამიტომ ეგ ძალიან მომწონს, რომ ვითარდება თვითონ კურსიც, ხანგრძლივობაც რო იზრდება, ეგეც მომწონს ძალიან, იმიტომ რომ მართლა ხო ეხა თუ რაღაც გამოცდილება არ გქონდა, 3 თვე არ გეყოფა, იმიტომ რომ რაღაცას უნდა აკეთებდე მართლა მე რო ასწავლი. და ეგ ძალიან კარგია და ძალიან მომწონს. თვითონ კურსებს რო გავიხსენოთ, ანუ თქვენთვის რამდენად ის პროგრამა რამდენად დაძლევადი იყო და რამდენად არ დაისტრესეთ? ხო, მაინც რეალურად პროფესიული კურსი არის, ხო? აი რაღაცა ჩვენ ვცდილობთ, რომ ანუ ისეთი მიდგომა გქონდეს, რომ ეს რაღაც სასიამოვნო და ესე მიდიოდეს ანუ პროცესი და აი რატომ მე გავხდი ახლა სტუდენტი, ხო? ანუ 1 წელი არის და ნუ ისედაც გქონდა ჩვევათ, რომ დღეში თქვა რამდენიმე საათი კითხულობდი რა ისედაც ფილოსოფიას, მაგრამ როცა ვიცი რომ ეს 13 მომაქვს. სხვა ის არის, ხო, რაღაცნაირად თითქოს ცოტა პროტესტის განსასავით მაქვს და აი რაღაც ბოლომდე გადავდებ ხოლმე, მაშინ როცა ისე ჩვეულებრივად, ანუ საათების განმავლობაში ისედაც კითხულობდი და ხოლმე მაგიტო ესეც რომ მესმის, ანუ ეს კურსი მინდა ისეთი იყოს, რომ აი ეს განცდა არ კონდეთ, რომ რაღაც ვალდებულების რაღაცა არის და აი ჩემს შემთხვევაში როგორ იყო, მაგას ვიტყვი, რომ მე რაც მისწავლია ცხოვრებაში და სადაც მისწავლია, ასე ვთქვათ და რა კურსიც გამივლია თუნდაც უნივერსიტეტში, არასდროს არსად არ მისწავლია ესე კომფორტულად.
როგორც ეს კურსი გავიარე, როგორი შემართებითაც დავიწყე და როგორი ბედნიერმაც დავიწყე, ეგრე დავამთავრე. და იყო ძალიან სასიამოვნო და ყველგან ამას ვამბობდი, რომ არასდროს არ მიმეცადინია ასეთი სიამოვნებით. ეს რა თქმა უნდა უშუალოდ ინტერესიდან გამომდინარეც იყო, რომ ძალიან მაინტერესებდა, მინდოდა, მაგრამ ლექციებიც არ იყო ისეთი, რომ აი ეს რაღაც ლექტორი მოდის და ლექციაზე ვარ და რომელ ლოკაციაში ვარ. აი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ესე არ ყოფილა, რომ ეს დღეს ლექცია ხო არ გავაცდინო და რაღაც ესეთი. არა, მით უმეტეს რომ პრაქტიკა არის ლექციის ნაწილი. ეს ესეთია ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია. მეც სტრესი ხა საერთოდ არ მახსენდება, მაგრამ თან მეოთხე კურსს დაემთხვა, ისედაც ვსწავლობდი და ნუ აი იმაში სწავლებებში ვიყავი ზოგადად, მაგრამ ჩვენ მახსოვს ვალდებულება არ გქონდა მოსვლის ვიდეოები შეგვეძლო გვენახა ჩანაწერები და ეგ ჩემთვის იმდენად დიდი კომფორტი იყო, რომ ხო სტრესი მე საერთოდ არ მახსოვს. და ბოლოს ჩავუჯექი მე მახსოვს ვიდეოებს თავიდან. კარგად ესე ბოლომდე თავიდან ბოლომდე ისე. ხო, აი ესეც მნიშვნელოვანი დეტალი არის, რომ როდესაც წმინდა თეორიული ლექცია არის, ეხლა ჩვენ სამ კატეგორიად გვაქვს დაყოფილი, არის წმინდა თეორია, არის სემინარის ფორმატი, სადაც თეორია და პრაქტიკა ერთად არის და მხოლოდ პრაქტიკა. და ეს სინთეზი რო არის, ანუ სემინარის და ნახევრად თეორია, პრაქტიკა, შერეული ვარიანტი, ის დასწრება ის სავალდებულო არის და ეგ არის კომფორტული, რომ მაღალი ხარისხით შეუძლიათ, რომ ანუ ეხლა სახლიდან გაუსვლელად ახლა ლექციის ფორმატში ანუ ლექტორს ესე დაინახავენ ლაივში თუ ის მაგას ხო დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ეს მართლაც კარგი არის თან აი მასალებიც ქართულად რომ მოვამზადეთ რაღაცნაირად ფაქტობრივად ან რა არის იცი რომ ეს თემა ის არის კინეზიოლოგია ხო ან ჩვენ ასაც გავდიოდით და ეს არის შემდეგ წლებში კიდევ უფრო მეტად აქცენტს ვაკეთებთ რაც არის ერთ-ერთი ნაწილი იოგას აუცილებელი ანატომიის კარგი, ასევე მაინტერესებს თქვენი საწყისი გამოცდილება როგორც ინსტრუქტორის, ანუ როგორი განცდები გქონდათ, როგორ შეხვდნენ, როგორი გამოხმაურებები გქონდათ? ძალიან საინტერესოა პირველ რიგში, საინტერესო იყო ახალი სრულიად სიახლე მენეჯმენტზე ვსწავლობდი, მე საერთოდ არც მიფიქრია, მე თვითონ ვარჯიშობდი ხო, მაგრამ ეხა ჩატარებაზე ესე არ მიფიქრია და მახსოვს რომ ძალიან მარტივი იყო ჩემთვის. ან თვითონ იმდენად ალბათ კურსის გამო, იმიტომ რომ იმდენად კარგად გქონდა უკვე გავლილი ყველაფერი, რომ ანუ ადგილზევე შემეძლო პირველივე გაკვეთილზე მე თვითონ ამეწყო იქ თლიანად პროგრამა, ანუ არც ხვისი არ გამიმეორებია, ხვისი აწყობილი, არც ეს სერიებად მე აშთანკას ესე არ ვასწავლიდი, მე თვითონ ვაწყობდი იქვე და ძალიან მარტივად წავიდა ჩემ შემთხვევაში. ერთადერთი აი დამღლელ ფაქტორად უფრო ჩემთვის არის კომუნიკაცია მერე ამდენ ადამიანთან ვიდრე თვითონ აი გაკვეთილის ეს რა. რა გულისხმობ? აი უბრალოდ ამდენად სხვადასხვა ადამიანს რო ხვდები და ყველას ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება საბოლოოდ აი ეს რომ უნდა იპოვო, აი ეგ უფრო მერთულება ვიდრე სხვა რამე ალბათ. და ნაუცი ძალიან კარგი იყო თავიდანვე პატარა სტუდიაში ვასწავლით იმაშინ ბაჟაზე და ცოტა ადამიანი იყო ჩემი აზრით ეგ დამეხმარა რომ დავიწყე ცოტა ადამიანში ჩატარება და მე გადავედი დიდ ჯგუფებში იმიტომ რომ თავიდანვე დიდზე ესე არ ჩამიტარებია კი ყველაზე კარგი ალბათ პატარა ჯგუფია არც ინდივიდუალური და არც ბევრი იმიტომ რომ ინდივიდუალურს ძალიან სპეციფიკური მიდგომა ჭირდება თუ იმ გაგებით არის მოსული როგორც ინდივიდუალური და დიდი ჯგუფიც ხო, ანუ ალბათ თავიდან რთულია, სანამ გაერკვევია ხდება. თავიდან რთული არის, მაგრამ მე ხო ეს ზომიერი საშუალო ჯგუფი კარგი არის ძალიან და მე უკვე შენ შემთხვევაში როგორ იყო? მე ვფიქრობდი ძალიან ბევრს, აი თვითონ სწავლის პროცესშიც ვფიქრობდი ხოლმე, როგორი იქნება ჩემი გაკვეთილი და მახსოვს საუბრობდი მეგობრებთან, რომ რაღაცა როგორ გავაკეთო, პირდაპირ ჩემი სტუდია გავაკეთო და იქ ჩავატარო პირველი გაკვეთილი თუ ვცადო, იქნება არ გამომდის, მაგრამ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ერთნაირად იმ ადამიანების მიმართ, ვინც პრაქტიკის დროს დამხვდებოდნენ სტუდიაში, სხვისი იქნებოდა თუ ჩემი მნიშვნელობა არ ქონდა.
ეს რომ გავაცნობიერე, მე იყო სახლში რამდენიმე ვარჯიშის დროს ვლაპარაკობდი, როგორ ავხსნიდი პარალელურად ასანების ჩვენების პროცესში, აი თავდახრილში რო დგახარ, როგორ ვილაპარაკებდი, როგორ დავითვლიდი და ჩემი პირველი გაკვეთილი იყო ახმეტაში, ორი ადამიანი იყო, მხოლოდ დედაშვილი და აი იმ პირველ გაკვეთილზე დასაწყისშივე ვიგრძენი, რომ აი მთლიანად ჩემი იყო, რასაც ვაკეთებდი. აი საოცრად თავისუფლად ვიყავი. მეგონა რომ მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებდი და მივყვებოდი უშუალოდ პროგრამას და ვიყენებდი იმ ძალისმიერ ვარჯიშებს, რასაც ეს კარგად ვაკეთებდით ხოლმე შენს პრაქტიკებზე. და პლუს აშთანგა და ჩემთვის აი ისეთი სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ ყველა მხრივ კომუნიკაციის თვალსაზრისით, პრაქტიკის თვალსაზრისით, ორგანიზება და ასე შემდეგ ყველაფერი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო და ანუ ბედნიერი ხარ. ძალიან ბედნიერი. მე ჩემი ნათესავი წავიყვანა ჩემ პირველ გაკვეთილზე, ხო? ჩემი მამიდაშვილი, ხო, კი, ნაცნობის სახე. ეგ კარგი არის, ხო? თვითონ გამზადებული პროგრამები ასევე აიოლებს. ეხლა იმ პერიოდში აშტანგა ჩვენ სულ ჰქონდა პრინციპში, მაგრამ აქცენტი არ ქონია დიდად. აშტანგა უბრალოდ ერთ-ერთი ფორმა იყო. და დამწყები ინსტრუქტორისთვის ადვილი არის, როცა გამზადებულ პროგრამას სთავაზობს. აი მაგალითად, ეხლა თქვათ, რამდენიმე უცხოელი რომ ჩამოვიდა ბოლო პერიოდში, ხო, ვინც იცის აშტანგა და თქვათ ერთ-ერთი ვინც დადის ახლა თვითონ ინდოელი არის, რომელსაც თვითონ მაისორში აქვს გავლილი 2-5 საათიანი კურსი, ანუ იქ სადაც დედაქალაქი არის აშტანგა იოგასი და აქ რო ჩამოვიდა, ანუ ესეთი კომენტარი გააკეთა რა, ესეთი კომენტარი დაგვიწერა, რომ ნამდვილი იოგა აქ არის. ანუ აშტანგა იოგა, ანუ მაისორის სტილი რა. ხო, ძალიან სპეციფიკური რაღაც არის და ეგ მე სხვადასხვა ქვეყნებიდან რო ჩამოდიან იმათ უკვე აქვთ განცდა, რომ ესე იგი რაღაცა სისტემა არსებობს, რა რაღაცა ისეთი პროგრამა არსებობს, რომელსაც თვითონ ენდობიან უკვე, რადგან საერთაშორისო ეს ინსტრუქტორს და განსაკუთრებით მაშინ როცა ვიწყებთ, ძალიან უიოლებს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ერთი ის რომ აი შენ რაც თქვი რომ კურსი რო გაქვს გავლილი ამ ძალას გრძნობ, თავდაჯერებას გრძნობ და მეორე არის კიდე რაღაცა სისტემა, ისეთი რომ რო გეკითხება რა სისტემა, რა პროგრამა არის და აი თქვათ რაღაცა გამოცდილი პროგრამა არის. დარწმუნებული ხარ რომ კი, სანდო პროგრამა. ასევე მნიშვნელოვანი არის აი რაც გამოცდილების დროს მოდის, რომ ანუ ინდივიდუალურად ან ყველა ჯგუფს მაინც თავისი ენერგეტიკა აქვს. ზუსტად და მე ყოველთვის მაგას, ანუ ესე არ მე, კი, ნუ წარმოდგენილი მაქვს, რა თქვა დღეს უფრო მაგალითად ძალისმიერი ვარჯიშები გვექნება, მაგრამ ყოველთვის ვუყურებ ვინ მესწრება და ასე თუ ისე ხო ვიცი მათი შესაძლებლობები. მაქედან გამომდინარე ვაწყობ ხოლმე მე იქვე. მე თვითონ ძალიან დამეხმარა ისე ის რომ სახლში ვარჯიშობდი, მე თვითონ და საკუთარ თავზე მაქვს ძალიან ბევრი რაღაც გამოცდილი. თუმცა რა არის, იცი რომ აი როცა მაგალითად დიდი განსხვავება არის ასევე თქვა ფიტნეს სტუდიის და იოგა სტუდიის მიდგომა, ხო, იმიტომ რომ კონტინგენტი მუდმივად იცვლება და იმათ მიზნები სხვა. ხო, აი ეგ განსხვავებულია და ეგ სწორი არის ფიტნეს სტუდიაში, იმიტომ რომ ის თქვა შეიძლება ვიღაცა ჯიმშიც იყოს, იქაც იყოს და ეს უფრო სხვა რაღაც არის, მაგრამ მეორე არის თვითონ იოგა სტუდიაში და თან წინასწარ რო იცის დაუშვათ აი განსაზღვრული პროგრამა რო აქვს და ის უკვე რო ფიქრობს რომ მივა რას გააკეთებს. აი როგორც ვთქვათ რაღაც კონკრეტულ კონცერტზე მიდიხარ და ელოდები კონკრეტულ რაღაც სოლოს ან რაღაცა არიას ან რაღაცა ესეც და ფიტნეს სისტემას ალბათ აი თან რო ძალიან გვერდ არის ვთქვათ რაღაცა ჯიმი და უშერო პილატესი და რაღაცა ცეკვაც შეიძლება იყოს ან რაღაცა და ხო, ბევრი რაღაცაა და თან ნუ სულ იცვლება ხალხი, ერთი ესე არ ყავს რა, ესენი დადიან და ესე ვერ გაყვები, ვერ გავურთულები, იმიტომ რომ ყოველთვის ყავს ვიღაცა ახალი. ამიტომ ყოველთვის კლასი უნდა იყოს all levels-ზე, ანუ ყველა იმისთვის გათვლილი. თან ხშირად არიან ისეთი ადამიანები, რომ შემოიხედავენ და შემოვლენ რა, აი წარმოდგენა რო არ აქვთ. მგონია რომ სტუდიაში უფრო გააზრებულად მოდიან, იციან რა უნდა გააკეთონ და რას ითხოვენ. ეხლა ჩემთან უფრო ისეთი ხალხი მოდის, ვისაც წარმოდგენა არ აქვს და მე ნელ-ნელა გამორკვევაში არის.
არიან და ამაში თუ დაიხმარო მე. ისე მაგხრივ ხო არ გიფიქრია ასევე სტუდიაზეც რომ რა არის იცი რომ ხო არ არის ცოტათი შეზღუდვა სულიერ იოგაზე ისე კი არა რომ ვიღაცა თქვათ მენეჯმენტი ზღუდავდეს რაღაცნაირად აურის თვალსაზრისით კი არის და მე მithქვამს ხოლმე ჩემი მოსწავლეებისთვის რომ ანუ თუ იოგას აკეთებთ მარტო და მიყვებით გირჩევთ რომ სტუდიაში იაროთ ვიდრე დარბაზში მაგრამ როცა რამდენიმე რაღაცას აკეთებ ახლა ეგ ძალიან კარგი არის შესაძლებლობა რომ ჯიმშიც იყო პილატესეც იარო იოგაზეც მეც დავდიოდი პილატესზე პარალელურად და ძალიან დამეხმარა რაღაცებში ძალაში მაგალითად ხო ვისაც ეგ უყვარს იმათთვის არის ესეთი სისტემები და ვისაც უფრო სიღრმისეულად უნდა იმათ მეც მგონია რომ სტუდიაში უნდა იარო ხო ითი რა არის აი მაგალითად რომ კონდეს სურვილი რომ თქვათ რაღაც ან ლექცია წაუკითხო იოგას ფილოსოფიაზე, ისტორიაზე და რაღაცა ხო მაგ მხრივ, თორე ისე ძალიან მაგარი რაღაც არის, ახლა ჩემმა შვილმა დაიწყო ჯიმში და მისი მასწავლებელი, მაგრამ ძალიან მაგარი სპეციალისტი არის, ლელა, მოკითხვა ლელას და ის ასევე ჩვენი კურსდამთავრებული არის, როგორც იოგას კუთხით, მაგრამ ფიტნეს ინსტრუქტორი არის და კიდევ სხვა ბევრი კურსები აქვს გავლილი და მარია, ჩემი შვილი რო დადის, რაღაცნაირად მისი პროგრამა მას შეუძლია, რომ თქვა მრავალმხრივ მიუდგეს რა, თქვა ძალის ვარჯიშებიც გააკეთებინოს, თქვა გაითვალისწინოს, თქვა ხერხემლის მდგომარეობა, თუ უნდა გაჭიმები ან იოგას ასანები გააკეთებინოს და ეს ერთიანი ის კარგი არის. იმიტომ რომ თან თემა ისე რომ ბევრი ადამიანი მაინც ამ მიზნით მიმართავს, ანუ ან სტრესის მოხსნა, ჯანმრთელობა, ფიზიკური მიზნების ხრივ, თუმცა მაგაშიც არის, ანუ სულიერი რაღაცა ის ხრივ, რომ რაც არ უნდა ჯიმში იყოს, მაინც რაღაც სულიერად მაინც დამშვიდებული წავა და რაღაცა ეს ეფექტი მაინც ექნება. ნუ ხო, გააჩნია კიდე ხა გარემოს რა ზოგ ჯიმში არის ეს საშუალება, რომ აურა, სიტუაცია და ვიზუალიც თუნდაც იყოს შესაფერისი. ნუ ზოგან არა, ეხლა გააჩნია უკვე იმას რა. თუ ჩემს მოქმედებს ძალიან გარემო, რაშიც ვარჯიშობ, ამიტომ ჩემთან ლექციების თემა როგორ არის? ჩემთან ლექციებამდე ჯერ არ მივსულ ვარ, ჯერ ესე რაღაც მხოლოდ პრაქტიკის გზას გავდივართ, თუმცა არის ხოლმე პატარა ჩართვები და საუბრები. რა თქმა უნდა, კითხვები აქვთ, ძალიან ბევრი კითხვა აქვს. მე თქვენ გვერდს ვურჩევ ხოლმე. მესაც აინტერესებს. მეც კი. როგორც YouTube გვერდს, იმიტომ რომ ეხლა ბოლო დროს განსაკუთრებით ძალიან საინტერესო ვიდეოებს ტვირთავთ და იოგაჯი ეს არის ისეთი კარგი საშველი ჩვენთვის ინსტრუქტორებისთვის, ვისაც ისეთ კითხვას გვისვამენ. ხო, იმიტომ რომ გვირჩევნია რომ გიორგის მე პირადად გვირჩევნია გიორგის ახსნილი ვიდრე დაწერილი წაიკითხონ ხოლმე, იმიტომ რომ ხო და არც არის ბევრი ქართული გვერდი, რომელიც ამ ინფორმაციას თავაზობს ესე უფასოდ და ხელმისაწვდომად და ამიტომ არც მახსენდება ხოლმე ხა ქართულ ენაზე რა ვურჩიო. აი ზუსტად მოდი რადგან კახეთზე გადავიდეთ. კი ბატონო. ესე იგი ეკა რო ფიქრობდა სახელს ანუ რა დავარქვათ. მომწერა რომ ფიქრობ დავარქვათ კახეთში იოგა სტუდიას ახიმსა, ანუ ახიმსა არის პრინციპი ზიანის არ მიყენების, რომელიც იოგებმა აიღეს ჯაინებისგან, ანუ ეს იყო ყველაზე უფრო ესეთი ვეგანურზე მეტი, ანუ ხეებსაც რო უფრთხილდებიან, ანუ ისეთი ტრადიცია არის, რომ ზიანი არ უნდა მიაყენო არაფერს არც სამყაროს, არც კოსმოსს, ანუ საერთოდ და ეს ხუთი პრინციპი ზიანის არ მიყენების, იამას და ხუთი ნიამას პრინციპი იოგებმა გადმოიღეს. მაჰავრატა ქვია, ანუ სანსკრიტულად ჯაინურ ტრადიციაში ამას და გადმოიღეს, ხო და აჰიმსა, ანუ ხაშლა კახეთზე. ანუ იციან, ანუ რას ნიშნავს? როგორი აჰიმსა რატო დაარქვია? ხაშლამას გავსო. გიორგის. ეგრე შენ მითხარი. მე მითხარი. ხო, ქაოსოა. იცი ჩემი ვერსია იყო რომ ანუ ახმეტაში ყოფილიყო მეტა იოგა.
კი და ეს იდეა ძალიან მომეწონა უბრალოდ რაღაც თელავშიც რომ იგეგმებოდა მე თელავს უკვე რაღაცა აღარ მოუხდებოდა ასე ვთქვათ და ახეთი ანუ ახ იმცა ახ არის შეიძლება ახმითი ახეთი ხო არა ძალიან კარგი არის მართლა რა და მე რას ვფიქრობ იცი რომ იქ სადაც ანუ საერთოდ ცოტა არის იოგა სტუდია იქ უფრო ენთუზიაზმით ხდებიან ხოლმე ხშირად და რაღაცნაირად პირიქით ანუ რაღაცნაირად უფრო ჩართულები შეიძლება იყონ კი აი მე ესეთი განწყობით წავედი იქ ასე ვთქვათ და ჩავედი და დავიწყე სტუდიის მოწყობა რომ ეს იქნებოდა ადამიანებისთვის რაღაც ახალი ძალიან კარგი უფრო სწორედ აი იგრძნობოდა რა ვიცოდი ზუსტად რომ კარგად არის შემზადებული არა მხოლოდ ახმეტაში თელავში ან ზოგადად კახეთში ყველგან იმდენად ასე ვთქვათ კარგი საშუალება ის რასაც თქვენ აკეთებთ ადამიანებისთვის აი თუნდაც ვიდეოებს რომ დებ და რაღაც პატარ-პატარა რაღაცებს რომ წერ ეს ვრცელდება და ადამიანებმა იციან უკვე ამის შესახებ და რადგან იციან უნდათ და მეგონა რომ ვაკეთებდი ესეთ რაღაცას რომ აი იქ რაც ძალიან უნდათ რაღაცა მიეცემოდათ ამის საშუალება რა თქმა უნდა გარკვეული ადამიანებისთვის პირველი ინსტრუქტორი ვიყავი და პირველი იოგა სტუდია იყო და ასე შემდეგ თუმცა დამხვდნენ იქ გამოცდილი პრაქტიკოსები იმიტომ რომ ესე შეიძლება ცნობილი არ არიან ეს ადამიანები ვინც ამას აკეთებენ მაგრამ როგორც თელავში ასევე ახმეტაში ეხლა აღარ ატარებენ თუმცა წლების წინ იყვნენ ადამიანები, ვინც ატარებდნენ იოგას პრაქტიკას თავის სახლში, რაღაცა ესე. სხვადასხვა ერთი ჩემი ნაცნობი იყო, რომელიც აღარ ნახოს თელავში იყო, კომუნიკაცია ქონდა ისე, ანუ თვითონ ასწავლიდა ეს კაცი. მე რაღაცა გავლით ვიყავით და რაღაც კარგი არაღი მაქვს და ობა იყო მგონი თელავში, ვინც ასწავლიდა. არ ვიცი, მართალი გითხრა ან მახსოვს. და ну თვითონ აი მაგალითად შეკითხვები თუ შემოსულა თქვენთან თქვა და იოგა და რელიგიასთან დაკავშირებით აი ამას როგორ მიჯნავთ რა კი ხო ნუ აი არ ნუ ჩემ და არა ქრისტიანული ხომ არ არის ესეთი კითხვები ერთხელმე და ნუ მაგ შემთხვევაში უხსნი ხოლმე რომ არა კი მაშინ ჩვენიანი ხარ მეზო დაიწყე უკვე აქეთ ხარ არა ხო ნუ ეგეთი ის იყო მაგრამ ბოლო პერიოდში აღარ პროფეს თითქოს ამ გაიგო ხალხმა რა ფაქტორიც ალბათ ეგ არის რომ წლების შემდეგ იცი რა 2010-ში ჩვენ რო გავხსენ მანამდე მე მუშაობდი ესეთი ფიტნეს ცენტრი იყო პრაიმ ფიტნესი საქართველოს ბანკის იყო თუ რა ზუსტად არ მახსოვს ანუ რაღაც ესეთი მე ყოველ შემთხვევაში მე ხელფასს ვიღებდი საქართველოს ბანკში მაშინ პლასტიკური ბარათები არ იყო და რო ვიღებდი ხელფასს მე კითხებოდნენ ხოლმე რა პოზიციაზე მუშაობ რა ესეთი მაღალი ხელფასი გაქვს რა რაღაც სადაც ვიღებდი რა ხო და იმ პერიოდში ანუ მართლა უცხო იყო ბევრი ვინც დადიოდა უცხოელები იყვნენ საქართველოში მცხოვრები თქვა უცხოელები იყვნენ და და მაშინ იყო ეს შეკითხვები უფრო მეტად რომ ხო არ არის რაღაც რელიგიური და ეხლა როგორ არის იცი რომ ეხლა რელიგიაც თვითონ ისეთ გაუცხოებულ მდგომარეობაში არის რა ისეთი სკანდალები და რაღაცები ხდება რომ ზოგს თავისთვის აქვს თავისი მოსაგვარებელი პრობლემები აქვს როგორც ჩანს რა და ძალიან ქაოსი არის ახლა ინფორმაციული მე ესე ვგზნობ ანუ ზოგადად ქვეყანაშიც ისეთი ტენდენცია არის რომ ანუ იოგა ყველაზე ნაკრები პრობლემაა შეიძლება იყოს საფრთხე ნამდვილად ო იოგა რომ წაგვართმოს ქართულობა ყველა ნაკრების შანსია ხო ყველაფერი შეიძლება იყოს მაგრამ აი რა ესეთი რაღაცა ხო და არის ანუ იყო შეკითხვები რომ რელიგიაზე სხვადასხვა ვაპირებ რომ ერთ-ერთი სასულიერო პირი ანუ მღვდელი მართლმადიდებელი მღვდელი მოვიწვიე განათლებული ადამიანი რომელსაც უბრალოდ დაველაპარაკები ანუ პოდკასტის ფორმატში რა იოგა და ქრისტიანობა ანუ ჩვენ წინა პოდკასტზე ანუ შენი კლასელი მათე ხო იყო რელიგიის ფენომენოლოგიას ანუ ჩვენ პრინციპში ყველანაირი თემა გვაინტერესებს და მისი თვალსაჩინოებიდანაც მაინტერესებს ანუ როგორ უყურებს მღვდელი განათლებული მღვდელი იოგას მათ შორის სულიერ იოგას იმიტომ რომ
შეიძლება აი გუშინ დავწერე სტატუსი, რომ იოგა თვითონ ინდოეთშიც ბევრ რამეს ნიშნავს და რაღაცნაირად არ უნდა შევზღუდოთ იმით, რომ ერთი რაღაც ვიგულისხმოთ ამის ქვეშ. არის იოგა დღეს როგორც ფიტნესი სახეობა და ადამიანი აქედანაც იღებს სულიერ სიმშვიდეს, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ იოგას ფილოსოფიაში ჩააღრმავდეს, იოგას ფესვებში ან რაღაც რელიგიური კავშირები მოიძიოს. თუ უმეტესად შეიძლება ესე იყოს, საქართველოში ყოველ შემთხვევაში გავრცელებული, მაგრამ ვისაც აქვს სურვილი, მე ვეუბნები, რომ რაც არის, როგორც არის, რომ იოგა როგორც ინდოეთში არის, როგორც რელიგიურ ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის მიზანიც არის ადამიანის სულიერი ხსნა. უბრალოდ თემა ის არის, რომ ვისაც უნდა ამას მისდევს, ვისაც უნდა იმას არ მისდევს და ეს არის და ეს. შეიძლება ის იოგა მართლაც არ იყოს თავსებადი ქრისტიანობასთან. უბრალოდ ჩვენი პასუხი ის არის, რომ ის სხვადასხვა იოგა. ამ სიტყვას თვითონ ძალიან ბევრი მნიშვნელობა აქვს ინდოეთში, შეიძლება 100 მნიშვნელობაც კონდეს და ანუ ერთ მნიშვნელობასაც გეტყვით, რომ ვედებში ინდურ წმინდა წერილში იოგას დრო ერქვა ომის დროს. ხო უცნაურია, მაგრამ ომის დრო არის იოგას დრო, იმიტომ რომ იოგა იყო ნიშნავს კავშირს, ანუ ცხენების შებმას, შეკავშირებას და ეს ძირითადად სამხედრო ცხენებს შეაბავდნენ ხოლმე და ამიტომ ეს იყო მშვიდობის დრო და იოგას დრო. და ეხლა იოგას დრო ომის დრო არ არის. ხო, ანუ იოგა გინდა, ომი გინდა, რაღაცა მაგასთან არ არის. ისე თქვენ ხوار კონიათ ანუ ცდილობები ჩაღრმავების იოგას ფილოსოფიაში ან თქვა კურსის მერე ან თქვენ ახლა ხوار მისდევთ რაღაც ისეთ პრაქტიკებს, მედიტაცია? მედიტაციის სხვადასხვა ტექნიკებს აი სისტემატურად მე არა და ამიტომ არც ვასწავლე, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ შენ თუ რაღაცას არ აკეთებ და კარგად არ იცი, არც უნდა ასწავლო. მით უმეტეს მედიტაცია და მით უმეტეს რაღაცა რაც ფსიქიკას ეხება და ნუ არ მიყვარს როცა ძალიან გაკომერციალურ და რაღაცნაირად და ნუ ეს მედიტაცია და სუნთქვით ტექნიკები, ხო, ანუ მესმის, მაგრამ არ შეიძლება გაიგრე რა, მე არ ვასწავლე მაგას. რა პრაქტიკების ჩემზე მოქმედებს, არ ნიშნავს რომ სხვაზეც მიმოქმედებს, რა თუნდაც TM და ტრანსცენდენტული, ხო? ხო და სისტემატურად მე ვერ სამწუხაროდ, აი მე ესე აღვიქვავ ჩემთვის მედიტაცია არის კონცენტრაციის სავარჯიშო ყველაზე მეტად, ხო? რაღაცაზე კონცენტრაცია ჩემთვის ეგ არის ფიზიკური პრაქტიკა. ჩემი მედიტაცია არის ვარჯიში. ამას ვამბობდი ყოველთვის, ესე არის დღემდე, კი. სხვადასხვა ეგ სავსებით თანხმედრაში არის, რასაც ჟერალდ ლარსონი ამბობს ინდური ფილოსოფიების ენციკლოპედიის მე-12 ტომში, სადაც ის ამბობს, რომ სწორედად სამათი როგორც კონცენტრაცია და ჩაღრმავება შეიძლება იყოს ფიზიკურ პრაქტიკაშივე. ხო, ამას ქვია ვიტარკა სამათი, სადაც ის მაგალითი ვიყავს შეიძლება შტანგის აწევის წინ ადამიანი კონცენტრაციას რო აკეთებს, ეს ძალაუნებურად რაღაც ტოტალურ მობილიზებას მოითხოვს და ის უბრალოდ ის არის რომ იოგა გარდა ფიზიკურისა მოიაზრებს ასევე სხვადასხვა ასევე შემიძლია ვთქვა რომ მას აქვს ესეთი თეზისიც რომ შემდგომი საფეხური სამათის არის როგორც ვთქვათ აი არა ფიზიკური, არამედ მათემატიკური თუნდაც მათემატიკური ჩაღრმავება, ანუ ესეც კონცენტრაციის ფორმა არის, ანუ ნატივი ფორმა. ანუ მედიტაცია შეგვიძლია გავიგოთ რაღაცა აუცილებლად რაღაც ძალიან ტრადიციული გაგებითაც და როგორც ფსიქიკური მდგომარეობაც მინდა ისეთი, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი არის რა. ჩემს შემთხვევაში ვიტყოდი რომ პრაქტიკას უფრო მიუყვები, ვიდრე ასე ვთქვათ, იოგას ფილოსოფიასთან დაკავშირებით ესე ჩამომიყალიბდა რაღაცნაირად დამოკიდებულება. შენთან დავიწყე პირველად ამაზე, ასე ვთქვათ, ფიქრიც, მოსმენაც და ასე შემდეგ და აი მახსოვს კურსამდე ინსტრუქტორის კურსამდე ვცადე გამევლო იოგა სუტრას პირველი თავის კურსი გქონდა, მგონი გიორგი მაშინ შენ და ესე ჩავთვალე რომ მეთქი თუ ამას გავივლი, კურსი უფრო წარმოდგენა რო არ მქონდა, ანუ რა იყო რა და მივხვდი რომ აქამდე უნდა მიხვიდე. ეს არ არის ის, რასაც წაიკითხავ და ისწავლი.
ან ესეც აკითხვით გაიგებ. მდგომარეობა ადამიანის უშუალოდ და ესე ნაბიჯ უნდა წახვიდე შესაბამისად და ძალიან სწორი რაღაც თქვი შენც რომ მისვამენ კითხვებს პრაქტიკის დროსაც ისედაც გარეთ საუბრების დროს მეგობრები და ასე შემდეგ, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ ის რაც შეიძლება რომ მესწავლა იყო ანატომია. ანუ ვისწავლე ანატომია. გავიგე, დავაკავშირე ლოგიკურად ბევრი პროცესი ერთმანეთთან, რაღაცა აწყობილი არის პროგრამა, რომელსაც ვიყენებ, ამაზე შემიძლია პასუხისმგებლობის აღება. კი ბატონო, ვისაუბროთ, მე ჩემს აზრს გეტყვით, რომ ასე ვფიქრობ, მაგრამ ეს არ არის სწავლება, მე არ უნდა დამიჯეროთ, აი ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ გიორგის ლექციებიდან ის რაც ესე კარგად გამყვა არის, რომ მე რასაც ვამბობ, ყოველთვის შეხედეთ კრიტიკულად, ანუ იაზროვნეთ, ესე პირდაპირ არ დაიჯეროთ და ზუსტად ესაა, რომ ვისაუბროთ, გაგცემ პასუხს, ოღონდ ეს არის ის, რასაც უბრალოდ მე ვფიქრობ და რაც მე მგონია, არ ვიცი. ვერ გასწავლი, ვერ აგიხსნი და ვერ გეტყვი, რომ ის, რასაც გეუბნები, არის სწორი. და გარანტიას ვერ მოგცემ კიდე. კი ბატონო, და ეს რომ სტუდიაში ჩემთან ვინმე მოვიდეს და მედიტაციაში დავეხმარო, ამის ილუზია აღარავის აღარ აქვს, იმდენი ვილაპარაკე ამაზე, რომ მე ხო იცი რა ეს კარგი არის, ანუ გულწრფელი დამოკიდებულება ყველაზე მნიშვნელოვანი არის და მეორე მხრივ რა არის, იცი რომ ის რასაც მედიტაციებს უწოდებენ, ეს რაღაც ტექნიკები არის, ანუ მედიტაცია მართლა ანუ იოგას ასე ვთქვათ მედიტაციები არის ისეთი თემა, რომელიც მოიაზრებს ჯერ მართლა შესწავლას რა. ანუ მაგითო ვამბობ, რომ ეს ტექნიკები კარგია, მაგალითად გავრცელებული არის, აი თქვა ბუდისტური ტექნიკა, სუნთქვაზე დაკვირვება. ამასაც უწოდებენ მედიტაციას. მე ეს უფრო დამამშვიდებელი ვარჯიში არის, რაც ძალიან კარგია ეს ნებისმიერ ისედაც ასანებშიც ხო არის, ანუ თქვენ ეუბნებით დარწმუნებული ვარ, რომ დააკვირდნენ სუნთქვას და იგრძნონ ანუ ასანების დროს თავისუფლად და ეს უკვე ის დაკვირვების მომენტი ისედაც შედის ამაში რა. უბრალოდ იქ რაც არის კიდე დამატებით არის ის, რომ ის არის საკმაოდ რთული სისტემა არის. აი ვინც ფილოსოფიით ხართ დაინტერესებული, უბრალოდ გირჩევთ, რომ იოგა მართლა ძალიან ლამაზი ფილოსოფია არის, ძალიან ღრმა არის და საინტერესო არის. აი როგორი ასე ვთქვათ სისტემა აქვს რა, როგორ აქვს რაღაც ყველაფერზე თავისი შეხედულება, ჩამოყალიბებული. ადამიანის ფსიქოლოგიაზე დაუშვა. შეიძლება არ ეთანხმებოდე, მაგრამ აი იმ დროს, რომ აი ესეთი რაღაცები იწერებოდა და ესეთი რაღაცები ასეთ რაღაცებზე მსჯელობდნენ, ეს ძალიან მაგარი რაღაც. ანუ დღესაც კი ძნელი არის, რომ ჩვენ რაღაც სიღრმეში წავიდეთ რა. აი ყველაზე ღირებულიო არისტოტელი ამბობს, რომ არის თავისუფალი დრო, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. იმისთვის, რომ რაღაცა ამაღლებულს დაუთმოს. შეიძლება ეს ხელოვნება იყოს, რაც გინდა შეიძლება იყოს, ხო? მაგრამ დღეს აი ძალიან დიდი ფუფუნება არის, რომ ადამიანს ჰქონდეს დაუშვათ რაღაც დრო ისეთი. რომ აი ან თავის განვითარებას დაუთმოს და ან მოწყდეს აი რაღაც ისეთ ზედაპირებს. აი დღეს ხო ბევრი ინფორმაცია არის, ანუ ინფორმაციის დეფიციტი არ არის, მაგრამ პრობლემა ის არის ამ ინფორმაციიდან არჩიო. ხო, ეგეც პრობლემაა რაღაც მხრივ ამ ხელა ინფორმაციაში მერე გამორკვევა საკმაოდ რთულია. და რაღაც ნავიგაცია არის, ანუ საკმაოდ ძნელი და ამიტომ მე ყველას ურჩევ, რომ არ არის საჩქარო დაუშვათ იოგას ფილოსოფიაში ჩაღრმავება კრიტიკული, რა თქმა უნდა, რატო ანუ კრიტიკული რატო კრიტიკული ის კი არ არის, რომ დაუშვათ გარედან ვაკრიტიკოთ იოგა. თვითონ იოგა არის თვითონ ისეთი სისტემა, რომელიც თავის არსში შეიცავს კრიტიკულ ასპექტს. იქ არის ესეთი რაღაცა, რომ ჩვენ შეიძლება რომ ავტორიტეტისგან, მასწავლებლისგან ან რაღაც წყაროსგან მივიღოთ ინფორმაცია, მაგრამ იოგა ასწავლის, ანუ სანსკრიტულად პრატიაქშა ნიშნავს, რომ შენ თვითონ უნდა მიხვიდე უშუალო აღქმამდე. ხო, ზოგადად მგონია ცხოვრებაში ყველაფერში ხო, ანუ კი, აი რა უნდა გავაკეთო, ხო? ხო, ამიტომ ის რაღაცა პროგრამები, რომელიც არ მოიცავს კრიტიკულ აზროვნებას, ეს ანუ აძნელებს, რომ ადამიანი განვითარდეს, გინდა პროფესიული თვალსაზრისით და გინდა პირადი რაღაცა ასე ვთქვათ ასპექტების თვალსაზრისით რა.
ხო, ესე იგი გაკვეთილები, ესე იგი როგორ გაქვთ ანუ ცხრილი გადანაწილებული? შენ შაბათ-კვირას გაქვს კარტებში ძირითადად? შაბათ-კვირას კი ბატონო, ახმეტას აქვს დათმობილი დილა, ასე ვთქვათ, დღის პირველი ნახევარი და მერე თელავში უკვე ორი ჯგუფი შუა დღის შემდეგ. მხოლოდ შაბათ-კვირას ხარ ჯერჯერობით? მხოლოდ შაბათ-კვირა, ჯერჯერობით მხოლოდ ორი დღეა კი ბატონო, აი ინდივიდუალურად არიან ადამიანები, ვისაც თითქოს უკვე აღარ ყოფნის ორი დღე. დასაწყისში მე თვითონაც ორი დღით დავიწყე, ასე ვთქვათ, თან ზუსტად შაბათ-კვირით დავიწყე მეც და ან დასაწყისში საკმარისია, მაგრამ კი. შენ პარალელურად სხვა სამსახურშიც ხარ? კვირის განმავლობაში თბილისში მუშაობ კი და ეს მუდმივად არის ხოლმე რომ აი ჩამოდი შუა კვირაშიც რაღაცა გაკვეთილი იყოს და ასე full time იოგას ინსტრუქტორი გახდა. მაგარი იქნებოდა რა? აუცილებლად კი. აი როგორ არის იცი რომ ორ შაბათიდან პარასკევის ჩათვლით ვფიქრობ შაბათ-კვირაზე და შაბათ-კვირას ვფიქრობ მხოლოდ შაბათ-კვირაზე. ხო, ეს თავისთავად რას ნიშნავს უკვე გასაგებია კი, თუმცა აქ რაღაცა ეტაპები არის, რა თქმა უნდა, გასავლელი, რომ მიხვიდე იქამდე, რომ მთლიანად ამაზე გადმოერთო. ორი დღე მტარდება მხოლოდ, საათნახევრიანი პრაქტიკა მაქვს და არის ხოლმე შემთხვევები, როცა კიდე ვაჭარბებ დროს. და ეს ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ იქ სუნთქვითი ვარჯიშებისთვისაც, შავასანისთვისაც ცოტა ისეთი დრო რჩება და მიჩვეულები არიან ამას, ეს დროის თვალსაზრისით რაღაცა ისე ძალიან ჯერჯერობით ყოფნით და ნახოთ, მეც დავეწევი, იმედი მაქვს მათ საჭიროებებს. ხო, მე პირიქით შაბათ-კვირას ვისვენებ და ჩემი დღეები ვმუშაობ. მე როცა დავიწყე სწავლება, რაღაც ისე მოხდა, რომ ყოველ დღე მომიწია რაღაც პერიოდი და მაგან ისე გადამწვა, ანუ მე ვფიქრობ, რომ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აკონტროლო, როცა ინსტრუქტორი ხდები და მუშაობას იწყებ და გგონია, რომ ჩავად ერთი გაკვეთილია და მე რა თქვათ რა, არ არის ეგრე. უნდა დააბალანსო აუცილებლად, იმიტომ რომ მე ისე გადავიწვი, ეს რამდენიმე თვე ყოველ დღე რო ვიმუშავე, რომ თითქმის ერთი წელი დამჭირდა მე რომ თავი დამესვენა და თავიდან, ხო. ეჩი რამდენიმე საათი გიწევდა. ხო, რამდენიმე საათი კი და მე შევიმცირე ძალიან გაკვეთილები რომ დამესვენა და ეხლა ისე ნორმალური მაშინ მივხვდი რომ ორი დღე მინიმუმ უნდა ვისვენებ და ისე რომ საერთოდ არ ვივარჯიშო, თორე ნუ ყოველ სხეული ინდივიდუალურია. შენ თვითონაც ვარჯიშობ, როცა აკარებ? კი, ყოველთვის ვარჯიშობ. მე ესე მიმარტივდება, იმიტომ რომ მეც ვატყობ რომ იმათ ასე უმარტივდებათ. ეგ განსაკუთრებით მაშინ არის კიდე საჭირო, როცა როგორც თქვი, იცვლება კონტინგენტი და ვიღაცა და ესე ვერ ანუ ვერ მიაჩვევ კონკრეტულ პროგრამას და რაღაცნაირად მაინც გიწევს რომ სულ აჩვენო. და მარტო სიტყვით ვერ გააგებინებ, ამიტომ ხო აუცილებელია კი. კი, ეხლა ნახე როგორ არის ეგეთი ჯგუფებიც ხო არის, ანუ ეგეთ გაკვეთილებსაც ვატარებ და მაისორის სტილი მაისორის სტილი და იმ პერიოდში თქვენ პროგრამაში ნაწილობრივ შედიოდა თუ არა? არა, ჩვენთან არა. ხო, მაისორის სტილი. ეხლა როგორ არის, იცი რომ მაისორის გაკვეთილზე ხო ყველას ეხლანდელი ინსტრუქტორის კურსს ყველას უწევს, ანუ მაისორის გავლა, რომ დაიმახსოვრონ თანმიმდევრობა და ესე იგი ძალიან კარგად გქონდეთ დაგეგმილი, ანუ ჯიმშიც ხო რეალურად ეგრე არის, რომ მიდიან ზუსტად იციან რა წონებით უნდა გააკეთონ და ფიქრობენ რომ აი შემიძლია თუ არა რომ 9 კილოთი გავაუმჯობესო რაღაც რეზულტატი. იმიტომ რომ ეს ძალიან სისტემატური ეს როცა არის რა. ხო და მაისორი მაგით არის მნიშვნელოვანი თან ინსტრუქტორებისთვის, აი მაგ იმაზე შევჯერდი რომ ისინი სწავლობენ, ანუ ჯერ იმახსოვრებენ და მიდიან თავის ასე ვთქვათ პრაქტიკამდე. რომელი სერია გააკეთონ, ანუ რომელი სეტი შეარჩიონ, თქვათ, ან კონკრეტულ დღეს. და იციან, რომ თქვათ, ამას ეს სჭირდება, თქვათ, რა პრინციპით უნდა იყოს პოზები აწყობილი, თქვათ, რაღაც ზოგადი თანმიმდევრობები და ეგ მართლა იცი რა არის, აი მაისორს განსაკუთრებული აურა აქვს. აი რაც გულისხმობ, იცი რომ ჯერთი აი რო გახარ მე ხა იმასაც ვაქცევ ყურადღებას, აი განლაგებას რა. მაგალითად ეს ზოგიერთ სკოლაში ეგრე არის, რომ როცა აკეთდება შავასანა, ანუ რელაქსაცია, იმას აკეთებენ ბოლოში. ანუ მაისორზე ხო ერთდროულად სხვადასხვა რაღაცებს აკეთებენ და
ვინც უკვე შავასანაზე გადადის, ის ბოლოში აკეთებს, რომ ანუ შენ წინ, ანუ არ არის ვიღაცა, ვინც რელაქსაციას აკეთებს, იმიტომ რომ ის ენერგიას შენ ენერგიას წაიყვანს დაძინების, დამშვიდებისკენ და მნიშვნელოვანი არის, ანუ განლაგება როგორი არის, ანუ წინ ვინ დგას, რა მომენტში დგას. ეს ეტაპები არის, რომ მოდიხარ რაღაც ადგილს იკავებ, მერე წინ გადადიხარ, როცა რაღაც სერიას აკეთებ და ამ დროს მე წინა ფლანგზე უფრო ვეხმარები, იმიტომ რომ ბევრი ფიზიკური ასისტი ვისაც ჭირდება. იმიტომ რომ ნახეთ, თქვა შენ რომ მოძრავ მაისორზე ვერ ასწრებს მასწავლებელი, როცა ანუ ახლოს ჯობია რომ იყოს და ისეთი პოზები, სადაც ნაკლები ასისტი ჭირდება, მაგითო ვაკეთებინებ ხოლმე უკან. ეს სხვადასხვა ატოფი ჯოისის ერთ-ერთი უახლოესი მოსწავლისგან ავიღე ისა, ანუ იტალიელი მოსწავლე არის ლინო მიელი, მის სკოლაში იყო, ანუ მას აქვს მილანში იყო, მაგრამ სხვაგანაც მე მგონი რომშიც აქვს. და ეს განლაგება არის როგორც ყველა ადამიანი ერთმანეთს მუხტავს და ძალიან მაგარი ენერგეტიკა არის, ძალიან მაგარი ვაიბები იქნება და ყველა მიცის რომ მე ახლა რომ ვასრულებ, უნდა გადავიდე იქით, სადაც კუთხეში საღამო თუ არის, ანუ იქით შუქს ვაქრობთ, იქით ხარეს რომ ამ ბუსაც უნდა მოსმენა ლექციის ჩვენ პოდკასტის და იყოს მეოთხეს მიკროფონს დავუთ. ხო, ეგ მართლა ძალიან მაგარი რაღაც არის რა, ანუ ეგეთი ის, იმიტომ რომ სხვადასხვა ჩემზე ძალიან მაგრა იმოქმედა, იმიტომ რომ მე დილას საერთოდ არ ვარ შეჩვეული, ანუ პრაქტიკას და იქ რო ვიყავი ან პარიზის აშტანგა იოგას სტუდიაში უბრალოდ მიწევდა რომ ძალიან დილას ჩემთვის ახლა 7 საათი და 8 საათი ძალიან დილა არის რა და ამ ეს განლაგება წინ იდგა ორი გოგო რა მესამე სერიას თუ მეოთხე სერიას აკეთებდნენ ანუ ურთულეს ასანებს და მე რო გამოვედით ანუ მაინტერესებდა მეთქი რამდენი ხნის პრაქტიკოსები იყვნენ და იყვნენ საკმაოდ რეალურად უბრალოდ უკრიდან მოაკვირდებოდი ესე საკმაოდ ასაკოვანი ხალები აღმოჩნდნენ რა მოტოციკლეტებით იყვნენ დილის პრაქტიკაზე რა საკმაოდ ესეთი ხო ანუ სადაც უფრო ადრე დაინერგა ხო და ეგ ძალიან კარგი არის რომ რაღაცნაირად ცოტა მეტი მოთმინება არის საჭირო, ანუ მაისორს რაღაცნაირად მეტი ისჭირდება ინდივიდუალური პასუხისმგებლობაც სტუდენტის მხრივ, რომ რაღაცები დაიმახსოვროს. ხო, ეხლა მე სინქრონის ჩატარება მეადვილება ბევრად, ვიდრე მაისორის ხო მაგიტომ ირჩევნია. ხო ესე როგორც მაგ ხო, ვინც არის ხო საერთოდ იქ გამოუცდელი რაცა მოდის ხო, უფრო ისეთია. ხო და თვითონ ზუსტად მაგას ვასწავლებ, ვინც არის ეს ანუ არის გაკვეთილის ჩატარების ორი მეთოდი, სინქრონული და მაისორი, ანუ ჩვენს პოდკასტზე მაისორზე ვცლავთ საუბრობთ, ანუ ახლა აღარ განვარცხობთ, მაგრამ მაისორზეც შესაძლებელი არის, რომ აი ეს მოლოდინი რომ ბევრი პოზა გააკეთოს, ეგ საერთოდ არ არის აუცილებელი. შეიძლება ასწავლო ერთ გაკვეთილზე სულ 2-3 პოზა, ან მზის მისამ ეგეც ბევრი შეიძლება იყოს რა. და უბრალოდ გაამეორებინო რომ ხარისხი აითვისოს. და დეტალებზე მიაქცევინო ყურადღება, იმიტომ რომ როცა სინქრონში მიდის, აი დეტალების სათვისება ძალიან ძნელი არის. რომ ხანდახან მაგითო ვეუბნები ხოლმე რომ ანუ გამოიარეთ მაისორზე რომ ან რაღაც ისეთი ინდივიდუალური დეტალები. და ამას სხვადასხვა მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ თქვენ ისედაც იცით ძალიან კარგად ანატომიურ დეტალებს. ზოგს გონია რომ ეს რაღაც უბრალოდ გაპრანჭო არის, ანუ რაღაცა რომ დეტალებს ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ ეგ ადამიანს იცავს რეალურად მაგაზია დამოკიდებული ჯანმრთელობა და ანუ ეს ქმნის რაღაც მთლიან სურათს. ხო ანუ ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. შედეგებიც, არა. ანუ შედეგს რომ აღწევს სახსრის ტკივილის გარეშე რომ არ აღმოჩნდება რომ ლოტოში კიზი ხარ, მაგრამ მუხლები არ გტკივო. მაგარია. ხო, აი თუნდაც რა ძალიან ბევრი ის არის რა, ასანა არის, რომელსაც ანუ არ შეიძლება რომ ადამიანი ყველაფერში ენდოს ინტუიციას. და ანატომიას, იოგას ანატომიას რო ასწავლიან, იქაც არის ეგეთი ტერმინი კონტრინტუიციური
ანუ კონტრინტუიციური, ანუ რას ნიშნავს, რომ ჩვენ ფილოსოფიაში ანუ ამ ტერმინს ხშირად ვიყენებთ, რომ მაგალითად ქვა და ბუმბული, რომელი უფრო ჩქარა დავარდება, თქვა, რა თქმა უნდა, ქვა, ხო, მაგრამ ვაკუუმში, ხო, ეგრე არ არის. ანუ შენ ინტუიციურად ფიქრობ, რომ დავუშვათ ქვა უფრო სწრაფად დავარდება, მაგრამ ასევე ინსტინქტურად ჩვენ გონია, რომ რაღაც თუ მაგალითად ხიდის დროს მუხლებს განზე გავშლით, ეს დაგვეხმარება ინტუიციურად, მაგრამ ხანდახან საჭირო არის ინტუიციის საპირისპირო ცოდნით წასვლა იმისთვის, რომ დავიცვათ სხეული. და ამისთვის არის განათლება საჭირო, იმიტომ რომ არ ჩაატარო ექსპერიმენტი, რომ ადამიანი ენდოს ინსტრუქტორს, ვისაც აქვს საშუალება, თქვათ, იulis, თქვათ, ჯიმი იქნება თუ იოგა სტუდია, ვისაც არ აქვს, შესაძლებელი არის, თქვათ, ინფორმაციის მოძიება, მართლაც ხელმისაწვდომი არის ძალიან ბევრი წიგნი და ძალიან ბევრი კარგი ლიტერატურა. ანუ დღეს უკვე აღარ არის პრობლემა. მინდა ვთქვა, რომ მე რაღაცები არასწორად მქონდა ნასწავლი, აი სანამ კურსს გავივლიდი ანატომიურად, ხო, რაღაცებს არასწორად ვაკეთებდი. და მე ძალიან მიხარია, რომ მე გავასწორე, თორე არ ვიცი. და სადვიქცაც წამიყვა და ეგ არასწორი ვარჯიში. ხო, აი მაგამ მოგწერა, ესე იგი, მოგიკითხავთ ჩემო ძვირფასებო, იოგას ინსტრუქტორობა, როგორც პროფესია, ჩემი ცხოვრების მთავარი აღმოჩენაა, რამაც ვითხოვდი სრულიად ამოატრიალა ჩემი ცხოვრება, მხოლოდ დადებითად. ამისთვის მუდამ მადლიერი ვარ. გიორგის. კიდევ ერთხელ მოგიკითხავთ, მხატიას კომენტარი არის, იოგას ფილოსოფია ყოველ ჯერზე ბადებს ახალ კითხვებს და ამით იწყება სასწაული პროცესი აზროვნების. მადლობას გიხდით, რადგან მარტო სხეული კი არა, ჩემი გონებაც ვარჯიშობს და ეს პროცესი არის შეუფასებელი. ხო, აი ჩვენ პერიოდულად გვაქვს ხოლმე რაღაც კუთხით ბუდიზმსაც ვეხებით, ხო, ახლა ვიღაცა შეიძლება დატრიგერის კომენტარები არის ხოლმე ქრისტიანული პოზიციიდან, რომ სერაფიმე როუზმა რა თქვა იოგაზე, რომ იოგა სატანური არის. ვიღაცა ამერიკელი მღვდელი რაღაცა ანუ ამერიკაში მოღვაწე მღვდელი, ანუ სადაც უნდა მოღვაწეობდეს, გინდა მცხეთაში მოღვაწეობდეს, რა არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ისე ჟღერს, რომ რაღაც ისეთი ავტორიტეტი არის, რომ რაღაც უთყუარ ჭეშმარიტებას ამობს რა. უეჭველი იცის. ჩვენ რომ გადავიღეთ რეკლამა თელავისთვის და თელავის და ახმეტის ჯგუფები არის ესე და იქ გავაზიარეთ, მივიღეთ ეს ძალიან გრძელი კომენტარი, აი ძალიან დიდი კომენტარი იყო, ეს დასასრული ერქვა კომენტარის ავტორს. ესე ეწერა და იქ იყო ზუსტად ეს, რომ მეთქი ჩემი პირველი ჰეითერი გამოჩნდა. კი, რომ ეს რაღაცა სატანურია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, კი. ეგ ხშირია. ესეთი კომენტარები. ისე სახლის პრაქტიკოსებს ხო არ ურჩევდით რამეს? თუნდაც თქვენი გამოცდილებიდან ან ზოგადად ალბათ მაგათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ანატომია, სახლში ვინც ვარჯიშობს და ზედამხედველი არ ყავს, ხო? მაგათ ურჩევ ზუსტად ამ კურსის გავლას. ზუსტად, კი ბატონო, აი წეღან რო საუბრობდით ახსნის და ასე თქვათ ინფორმაციის გაზიარების თვალსაზრისით, აი პრაქტიკოსებს ხშირად უთქვამთ სტუდიაშიც, რომ ეს არ არის ის, რასაც ვსწავლობთ ანატომიის დროს და მე რასაც ვუზიარებთ ცხებს, არ არის მხოლოდ ასანების სწორად შესრულების პრაქტიკა. ადამიანმა რომ იცი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ტერფის სწორად დადგმას, მზერას კონკრეტულ პოზიციაში საით არის შენი მზერა, როდესაც ხერხემალს ამყოფებ რაღაც კონკრეტულ პოზიციაში, მზერას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, იმიტომ რომ მზერა საითაც არის მიმართული, იქით მიდის თავი და შემდეგ თავისთავად კისერიც მოძრაობს. აი ეს დეტალები თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ ცხოვრებაში ყოველდღიურობაში მე რომ გადმოდის, არა მხოლოდ პრაქტიკით ვიღებთ სარგებელს, ფიზიკურ სარგებელს, არამედ ცხოვრებაშიც მე აღარ ვაზიანებთ ჩვენს თავს ფიზიკურად. და მით უმეტეს ის, ვინც თავისით ვარჯიშობს, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით ხარ მინდა რომ ვინმე შევაშინო, მაგრამ დიდი რისკის ქვეშაა, რომ აი როგორც თქვი წეღან გიორგი, რომ ეს რაღაცა ინტუიციურად რო გონია, რომ ეს სწორია და ეს კარგია და იმ მომენტში სიამოვნებს, რეალურად შეიძლება მომავალში, მომავლის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, საერთოდ არ იყოს სასარგებლო და მე პირადად ანატომიის სწავლამ
ერთგვარი გარანტია მომცა იმისა, რომ ვიცი ახლა როგორ მოუარო ჩემს ხერხემალს, ვიცი ტერფი როგორ დავდგა, როგორ ვიარო, როგორ დავჯდა, რომ მომავალში ვიყო ჯანმრთელი. და მოუარო ჩემს ხერხემალს, რომელსაც საკმაოდ ისეთი ინტენსიური მოვლა ჭირდება. კი ბატონო, და ეს ძალიან ისეთი დიდი ფასი აქვს ამას, ჩემი აზრით, როდესაც იცი შენი სხეული სწორად როგორ ამოძრაო და მართო. მხოლოდ მოძრაობა არ არის საკმარისი, უნდა იცოდეს სწორად როგორ გააკეთო ეს და ეს სხეულის აღქმა რო გაქვს, ეგ ძალიან კარგია და იოგა ძალიან ეხმარება მაგაში. აი დამწყებებში ძალიან შემიმჩნევია, რომ ვერ აღიქვავენ საკუთარ სხეულს საერთოდ. და ნუ ეგ მე ნელ-ნელა როგორ იცვლება, აი თუნდაც ბავშვებში, ხა ეს ცალკე ბავშვთა იოგას არ ვატარებ, მაგრამ ნუ დარბაზია და მყავს ბავშვები მოსწავლეებიც. და მით უმეტეს იმ პირველ დარბაზშიც მყავდა პატარა გოგო, აი პროგრესს რო უყურებ, ის განვითარების, აი ეგ არის ყველაზე მაგარი და ბავშვებს ძალიან სწრაფი პროგრესი აქვს და მალევე ეტყობათ რა. და ხო ეს რო აი უმაღლდებათ საკუთარი სხეულის აღქმა და რაღაც სიმშვიდე და სტაბილურობა, ანუ ვიცი. და ადამიანი რო ფიქრობს, თქვა იოგა ჩემი არ არის დაუშვათ მოქნილი არა ვარ, ანუ ეგეთებიც არის ხო ალბათ. კი, ხო, აი მე ამას ვერ გავაკეთებ და მე ყოველთვის ავზრობ მოდი, ცადე, მერე გადაწყვიტე ხა რა. შეიძლება მართლა არ იყოს შენი, მართლა არ მოგეწონოს, მაგრამ იმიტომ არა რომ მოუქნელი ხარ. ხო, ანუ ეგ პრობლემა არ არის. ხო, არ არის. ხო, ანუ პირიქით თუ მოუქნელი ხარ, უფრო გჭირდება, ხო, ვერაში მჭირდება. მაგისტრის უნდა მოხვიდე, ხო? მე კი რა. ანუ ჩვენი მოქმედება, შესაძლებლობები რომ გაიზარდოს ფიზიკური, გინდათ ათლეტი იყოს ადამიანი ჯიმში, იმაშიც დაეხმარება, ხო, უბრალოდ თავარი არის სწორად შეახამოს სხვა ვარჯიშებთან რა. მით უმეტეს თუ მოუქნელი ვარ, ზოგს ტენდენცია აქვს, რომ ანუ ყველა ვატყობთ, რომ ასაკთან ერთადაც შეიძლება სხეული უფრო უხეში გახდეს და ამიტომ მოქნილობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და ის რაღაც თვითმიზანი არ არის, ხო, რაღაც რთული. ეგ კარგი არის, ნახე ორ მხრივად არის, ანუ იოგას ინსტრუქტორების პასუხისმგებლობა, რომ ერთი მხრივ რაღაც სირთულეებიც აჩვენო, მაგრამ მეორე მხრივ მე ამის გამო არ ვიფიქროს ვიღაცამ, რომ ხო, ვერაკეთებს და აღარ ხო. ვერაკეთებს, ანუ ესე იგი ინფორმაცია, რაც თქვენ უნდა მიაწოდოთ, ანუ ხალხს არის ის, რომ ანუ სიმარტივე და ხარისხიანი გაკეთებული რაღაცა, როგორც მარტივი მელოდია, ხო, არის ძალიან მაგარი რაღაცა. და საერთოდ არ არის საჭირო დავუშვათ სირთულე. და ეს იმპულსი, ეს ბიძგი რო გავრცელდება, ხო, ის იგრძნობს, რომ მიუხედავად ასაკისა, მიუხედავად მოქნილობისა და ასე შემდეგ. სქესისა სხვათა შორის, ხო? აუ, ეგეთი კითხვებიც იყო, ბიჭები დადიან, კაცები შეიძლება, ხო? რაღაც მხრივ, ხო, ეგეც ის იყო, არ ვიცი, საიდან წამოვიდა, რომ მხოლოდ ქალები ვარჯიშობენ, არ ვიცი. ხო, იცი არის, ალბათ კუნთების დაყენების ამბავი არის, რაშიც კი ბატონო, ანუ ჯიმი, ახლა მე რო კუნთების დაყენება მინდოდეს, რა თქმა უნდა, ჯიმში ვივარჯიშებ და ანუ სხვანაირ მეტროტეინს მივიღებ და რა თქმა უნდა ეს სხვა რაღაცა არის, ხო, მაგრამ მარტო კუნთები ხო არ არის. თითქოს ეს წარმოდგენა არის ხოლმე, რომ იოგა არის რაღაც ეს ჰაეროვანი და მოძრაობები და რაღაც ეს ფარფატი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თითქოს რაღაცა არასაკმარისი შეიძლება ეგონოს ბიჭს, რომ ეს ხო, ან მარტო გაწალვები გონიათ ხოლმე. კი, აი რამდენიმე დღის წინ მეგობარმა მკითხა, ეს ვსაუბრობდი, აი დავიღალეთ თქო რა, კარგად ეს პრაქტიკის ბოლოს კარგად დავიღალეთ მეთქი და და წავედით? არა, და წადი საჭმელი. კი, აი ეს რომ დავიღალეთ მეთქი, რომ თქვი, დამღლელსო რამეს აკეთებთო? ესეთი კითხვა იყო. კი. ჩატურანგაში უნდა დატოვო. ჩატურანგაში კი და აი მოდით და ნახეთ. ხო, ეგ ცალკე ამბავია კიდე. თავიდან ძალიან გულის წყვეტის ის იყო, რომ რაღაცა მეგობრები ვერ მოვიყვანეს სტუდიაში, რომ აი ნახოთ, მეთქი იქნებ კატებს ვატყავებ. მოდით აბა მომხედეთ. მოიქნებ მართლა. გადამარჩინეთ. სხვადასხვა აი პროპორცია, მე მგონი იოგას ინსტრუქტორებშიც, პრაქტიკოსებშიც, აი ასანების პოსტურალურ იოგაში ქალები ჭარბობენ, ანუ საქართველოშიც. ალბათ 10% იქნება ბიჭების. ხო, კი, აშკარად მეტია. იქ სულ ქალები დადიან. ხო, ეგრე არის. და მე გამიგებდა ხა ბიჭი მოსწავლეებიც. ხო, აი ვინც რაღაცნაირად აცნობიერებს იმის საჭიროებას, ხო, აი თქვათ, თუნდაც სპორტული რაღაციდან გამომდინარეც,
და მე გამიკვირდა რომ სკანდინავიაში 100 ადამიანიდან მარტო 2 კაცი ვიყავით. ანუ იქ ხო მეთქი ახლა დავუშვათ რაღაც კომპლექსები აქვს და რაღაცა ესეთი ის და იმ შვედს რო ვკითხე მეთქი სად არიან? ანუ 98 ქალი და აქაცო ესე არისო რომ ანუ ჯიმი ურჩევნიათო პრაქტიკისთვისო და შეიძლება ხო ან რატომაც არა მე საერთოდ მომხრე ვარ რომ თუ ფიზიკურ იოგაზე არის საუბარი თუ ფილოსოფიას თავი რო დავანებოთ კარგი არის ყველანაირი ვარჯიში ძალისმიერიც კარდიოც გაჭიმვებიც წონასწორობაც ხო ანუ ყველანაირი ეს ყველაფერი ერთმანეთს დააბალანსებს და რატომაც არა ხო მაია ამბობს ესეთ რაღაცას რომ იქნებ სახლში ვინც ვარჯიშობს ჩვენთვის ონლაინ კურსი გააკეთოთ. ოღონდ არა Zoom-ში, ეგ პლატფორმა რატომღაც ვერ დავამუღამე. მესენჯერში ანუ დარეკვის მე ზოგადად არ ვიცი, მაგრამ მესენჯერი და Zoom-ი ხო ანუ Google ისიც ხო ანუ რაღაც ესეთი. შეიძლება თავარი არის რომ მარტო ხმა არ იყოს ხო ანუ ტელეფონის დარეკვით რადიოში სოციალისტ კომუნისტების დროს თქვენ არ დათვერ მოეწყებოდით მაგას რომ რადიოში დადილის გაგოთილები ხო ეს არ ვიცი რა ფენომენი იყო არასდროს არ მივარჯიში ანუ მაგის მიხედვით ამიტომ მოსმენით ხო, ამიტომ რაღაც ფორმით შეიძლება იყოს, ანუ დარწმუნებული ვარ, ანუ შეიძლება თქვენ სხვა რა გაქვთ, ან ბევრს ექნება ონლაინ და მეც ვფიქრობდი რა, ანუ იცი როგორი რაღაცა, რომ პირდაპირი ტრანსლაცია რო იყოს, ამდენი კამერები არის, მიატრიალე და გაიკეთე, ანუ პეტლიჩკა და ანუ პირდაპირ ანუ იმით მიდიხარ რა. ხო, მოკლედ ძალიან მაგარი რაღაც არის, ანუ მე რო ვიწყებდი მაშინ ოფიციალურად იოგას ინსტრუქტორი საქართველოში ეგეთი რაღაცა ოფიციალურად რომ აი მისი ხელფასიდან საშემოსავლო რო გადახდილიყო ჩემს არ არსებობდა პირველი ადამიანი ვიყავი რომელსაც ჩამომეჭრა იოგას ინსტრუქტორის პოზიციიდან და საშემოსავლო მაგრამ ან თავიდან საერთოდ არც მიფიქრია რომ ეს რაღაცნაირად კავშირში იქნებოდა ეგეთ სამსახურთან რომელიც ხელფასთან იქნებოდა დაკავშირებული რა შემოსავლთან ან მართლა არ მიფიქრე ეს და იმ პერიოდში მე მგონი ვინც მისდევდა ანუ ეგ იდეა უბრალოდ არ არსებობდა რა და რაღაცნაირად ეგ კარგი პერიოდიც იყო სიძნელეები რო იყო ხო იცი რა მარტო იმიტომ არა რაღაცა ახალგაზრდობა და რაღაც ნოსტალგია და რაღაც ის გამოწვევები ქმნიდა ისეთ დაბრკოლებებს. ეხლა საკმაოდ კომფორტული გახდა იოგას ინსტრუქტორის პროფესია. ნამდვილად. ყოველთვის შეგიძლია ანუ გაირთულო პროფესია და რაღაც წინ გადადგა, თქვათ, ახალი წიგნი დაამუშავა, ახალი პროგრამა შექმნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ან მეორე მხრივ ისიც არის, რომ აი მაგალითად შენ თქვენს გექნებათ ანუ იმის ჩელენჯი, რომ მოსწავლეებში უფრო მაგრად დაიხარჯოთ, ანუ მეტი იცით, ვიდრე ახერხებთ ამის გაზიარებას. არ გაქვთ ეგეთი განცდა? ხანდახან კი. აი რას გულისხმობ, იცი, აი თქვათ, უფრო რაღაც ჩელენჯზე რო გახვიდეთ რა, რაღაცა, ანუ ეგეთი ისა. რომ ეხლა სიახლე რო არის, თქვათ, ახალ გახსნილი ცენტრი რო არის, თქვათ, ახეთ შეიძლება ბევრს არ კონდეს გამოცდილება და ანუ რაღაცით ხო იწყებენ და ის საკმარისი იყოს, თქვათ, აი შენ რაღაცა ხო დაამუშავე რაღაც პროგრამა, მაგრამ მე ანუ მუდმივად ვითარდები ან სხვადასხვა რაღაცებს ეცნობი, თქვათ, როგორ მიუდგე, თქვათ, ადამიანს, თქვათ, ფსიქოლოგიურად, ხო, როგორ იმოქმედა უფრო პოზიტიურად, ხო, რეალურად შეიძლება ეს უფრო მნიშვნელოვანიც იყოს თვითონ აი მაგითო მოდიოდეს ადამიანი, რომ თავს უბრალოდ გრძნობდეს შენთან ერთად კომფორტულად, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს ამ კომენტარს ვინც წერს, ხო, აი მაგას კომენტარიც წავიკითხოთ, აი მე პირადად 13 წლიანი სამსახური დავტოვე და სრულიად ამ პროფესიას მიუძღვენი თავი, რითაც ერთი წამით არ ვნანობ. ჩემი საოცნებო განრიგი მაქვს. სამუშაო დღეები დილა და საღამო. შაბათ-კვირას ვისვენებ, რომ კი მართალია ბალანსია საჭირო, თორემ არც ისე მარტივი
პროფესია, როგორც ეს გარედან ჩანს. იცი, ხანდახან მქონია ხოლმე, თქვათ, გადამულად 4 გაკვეთილი, ფიზიკური გაკვეთილი, როცა მე თვითონაც ჯგუფთან ერთად ვაკეთებდი ასანებს. შეიძლება გულისხმობ ალბათ 20 წლის წინ. მე მაქვს 3 კლასი ზედიზედ. ხო, მაგარია. რაღაცა მიჩვევადია რა უნდა მოირგო ხო. მიჩვევა. თუმცა რა არის, იცი, ძალიან ძნელი არის, რომ შენ კარგად განვითარდე ჯგუფთან ერთად. კი, ცალკე. ხო, ეგ მომენტი მქონდა, რომ აი რაღაც პერიოდი აი ცალკე ვარჯიში აღარ მინდოდა, ისე აღარ მსიამოვნებდა როგორც ადრე. მაგან ცოტა ფსიქოლოგიურად იმოქმედა ჩემზე, რომ ეხლა ეს მიყვარდა ყველაზე მეტად და ეხლა ვეღარ ვახერხებ რა სიამოვნება მივიღო და აი ეგ ბალანსი ზუსტად ჩემი აზრით მაგაში გჭირდება, რომ იქ ისე არ გადაიწვამ, რომ მე შენ ცალკე ვეღარ აკეთო შენთვის. კი, იმიტომ რომ ნახე ჯგუფთან ერთად რო ვაკეთებთ, ანუ ჩვენ მაინც რაღაცა პროცენტით, მინიმუმ 50%-ით მაინც ყურადღება იქ გვაქვს და თან საუბრობ, ანუ სრულად ვერ დაიტვირთები. ვერ შეხვალ მდგომარეობაში და თან იმასთანებს ხო არ გააკეთებინებ ყველაფერს რასაც შენ აკეთებ ხო და აი მაგ მხრივ ძალიან ბევრი ინსტრუქტორს თვითონ აქვს ეგ პრობლემა, ეგ მართლა რთული რაღაც არის, რომ მე შენ არ შეწყვიტო განვითარება. ხო ჯერ თავო და თავო, ხო ეგეთი გამოთქმა გვაქვს ქართველებს. კი აი მე ფიქრობდი და ვაკვირდებოდი ჩემს თავს, მომწონს ძალიან ჯგუფთან ერთად ვარჯიში. თუმცა აი შაბათ-კვირას გადაბმულად 2 დღე, ახმეტაშიც 2 ჯგუფი რო შედგა და თელავშიც 2 ჯგუფი, ესე 4 კლასს ერთმანეთის მიყოლებით ვაბავდი და მე პლუს ბრუნდებოდი ხოლმე საღამოს და ძალიან რთული არის ფიზიკურად, ძალიან რთული და მე ვფიქრობდი ვინ ვარ ან ისევ პრაქტიკოსი ხომ არ ვარ, უბრალოდ პრაქტიკოსი, ან ინსტრუქტორი ვარ, რატომ მინდა ყოველთვის ვარჯიში, ან იქნებ ეს ჯგუფები იმიტომ შევკარი, რომ მე მინდა ამდენი პრაქტიკა და არა ის, რომ სხვას დავეხმარო პრაქტიკაში და მე უკვე რაღაცნაირად თითქოს გადავწყვიტე, რომ კი ვაჩვენებ, მაინც მიწევს, თავისთავად მიწევს რაღაცების კეთება, მაგრამ არის ისეთი დღეები, როცა მეც მიყვები და ვარჯიშობ, თუმცა ნელ-ნელა შემოვიტანე ისეთი პრაქტიკებით, სადაც ესე უშუალოდ ვაკვირდები ყველას და მხოლოდ ინსტრუქტორი ვარ და რაღაცა ესე ვთქვათ, ვეხმარები სწორად შესრულებაში და თითქოს შედეგებიც რაღაცნაირად უფრო დავინახე პრაქტიკოსების შედეგები უფრო კარგად. კი ბატონო, უფრო კარგად. ვიღაცას რაღაც უკეთესად გამოსდის, ვიდრე თავიდან გამოსდიოდა და ვიღაც შეცდომას უშვებს და ეს უნდა შეუსწორო. მთლიანად ვფიქრობ, რომ არასწორია თავიდან ბოლომდე პრაქტიკაში გადაშვება. აი სხვათა შორის ეს ამაზე დამაფიქრა ერთ-ერთი მოსწავლის ნათქვამმა, რომ ერთ ღია გაკვეთილზე ვიღებდი პრაქტიკას და შევხედე და ვუთხარი რა კარგად აკეთებთ თქვა ამას თქო და არ გვიყურებ ხოლმეო პრაქტიკის დროსო რა მე ყოველთვის ვიყურებ და კი ანუ ეს იმიტომ თქვა რომ მეც რომ ვარჯიშობ ის ხო ხედავს რომ მე ვარჯიშობ მე კი ვუყურებ სარკეში და კი ვხედავ მაგრამ ესე აღიქმება რომ მე ვარჯიშობ და ვერ ვხედავ და მე ამაზე დავფიქრდი აი პროცესი როგორია ანუ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ პრაქტიკაზე თავს მაშინ როცა მე ვარჯიშობ სრულად ასე თქვა სრული ინტენსივობით და ეს ძალიან სწორია ვფიქრობ რომ აი იქ უნდა გამოხვიდე რაღაც პოზიდან შეწყვიტო აი ორ სუნთქვაზე შეწყვიტო პირობითად რაღაც ხუთ სუნთქვიანი წინ დახრა პირობითად და შეუსწორო და ასე შემდეგ და ეს მე ზუსტად განაპირობებს იმას რომ გჭირდება რომ ცალკე დრო დაუთმო მე შენს თავს იმიტომ რომ ხუთი და რაღაცა ხუთ სუნთქვიანი პრაქტიკიდან პირობითად ასანიდან ორი სუნთქვა რო აკეთებ შენ და მე სამი სუნთქვა რო სხვას უსწორებ ეს აფერხებს შენს განვითარებას და მე ეს რაღაც ცალკე პრაქტიკა უკვე საჭიროა და აი ცალკე ვარჯიშის დროს უფრო მეტად მე და ენერგია რაღაცა შევინახე. თორე თავიდან მეც მასე ვიყავი. აღარ მრჩებოდა ენერგია, რომ ეხლა მე ეგრევატარებ, მაგრამ მაგას ვეძახი მე იდეაში, იმას რომ ვარჯიშობ, იმიტომ რომ ვიცი ეხლა ადამიანები მარტო ლაპარაკობენ ისე ატარებენ. და მე თვითონ ეგეთ კლასზე არასოდეს არ შევალ, სადაც ინსტრუქტორი არ მაჩვენებს და მე მიყვარს ზოგადად ვიზუალური мотиваცია, ჩემთვის ეგ არის. ნახე როგორ არის ყველა ბრენდირებული კლასი, ანუ აშტანგა, არც ერთი ინსტრუქტორი თვითონ არ აკეთებს
სპეციალურად, იმიტომ რომ ის მთლიანად იხარჯება იმაში, რომ უსწორებს. არც ერთადერთი კლასები არის Vinyasa Flow, სადაც აკეთებენ ინსტრუქტორები, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს იგონებენ სპონტანურად, რასაც ვერავინ ვერ აყვება, ხვდები? და ანუ ეგ ესეთი თემა არის, ანუ პირიქით ვინც ანუ ვიზუალური ჩვენება ერთიანი, მაგრამ იქ სისტემა როცა არის აწყობილი, რომ ეს იციან თვითონ პოზა ვიზუალურად როგორი არის, ანუ თანმიმდევრობა მეორდება და მასწავლებელი დადის თვითონ გაკვეთილზე და ყველას უსწორებს ხელით, თუ საჭირო არის. კი ვიცი, მაგრამ მე მაგალითად არ მიყვარს ეგეთი კლასები, მაგას ვამბობ. ხო, ეს ინდივიდუალურია ჩემი აზრით. ეგ კლასები არის ისეთი, რომელიც არის ბრენდირებული, გულისხმობს, სადაც განსაზღვრულია სისტემები რა და როცა არის დაუშვათ აი სპონტანურად როცა ატარებ, მაგას უბრალოდ ვერ გააკეთებ, ხები? და ასეთ პროგრამაზე, სადაც სპონტანურად ტარდება გაკვეთილები, თვითონ მოსწავლეც ვერ გაიგებს, რას აკეთებს, ხდები? ანუ შენ კი აჩვენებ რაღაცას, სპონტანურად კი იგონებ რაღაცას იმ მომენტში, მაგრამ ის თვითონ აი იმას ვერ გაიგებს, რომ რა პროგრამას უნდა გაყვეს სისტემატურად, ხდები? და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის, რომ აი რატო არის მთელ მსოფლიოში ის პროგრამები, რომელიც ცნობილი არის, თქვა აშტანგა, თქვა აიანგარი და ასე შემდეგ, ჩვენება აუცილებელი არის, მაგრამ არც Vinyasa Flow-ს გარდა, ანუ იშვიათად თუ კერძო, ანუ თუ არის რაღაცა, მე ეხა სპონტანურად რაღაც პროგრამას ვქნი, მაგას ჭირდება, იმიტომ რომ ეს ჩემი გამოგონილი არის ახლა და ჩემი ექსპერიმენტი არის და მაგითო მაგას ჭირდება, მაგრამ სხვა შემთხვევაში თუ ადამიანი გააცნობიერა ის რა უპირატესობა აქვს იმას, რომ ადამიანი თვითონ მიდის იმ დეტალს 10 წელი რო იაროს, ჩვენ ვერ აუხსნით იმას, თუ არ მივედით კონკრეტულად და ხელით არ შეუსწორეთ და თუ სიტყვერად არ უთხარით კონკრეტულად. აი ეგ უბრალოდ გამორიცხულია და ამიტომ ბუნებრივად საბოლოო ჯამში მივიდნენ მაგამდე, რომ ეს ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თვითონ მაგით არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ცალკე ვივარჯიშოთ, დაუშვათ ჩვენ თავზე რაც რთული რაღაცა არის და Vinyasa, ესე იგი სპონტანური პროგრამის, რაც ვთქვათ, ეს ექსპერიმენტალური პროგრამის გარდა, დანარჩენი პროგრამისთვის უფრო პროდუქტიული არის, როცა შენ ახერხებ, რომ ვერბალურად სიტყვერად სრულფასოვნად მიაწოდო ინფორმაცია და მე დააკვირდე, იმიტომ რომ ანუ აი წარმოიდგინე, რომ იქ რო დგავარ, ხო, აქ რო ვიღაცას უთხრა, ხო? თან მithumedas თუ მუსიკა ოდნავ ხამაღალი არის, რომ თქვათ აი მხრის აბდუქცია გააკეთე, ხო, ეს წარმოუდგენელი არის, თუ არ მიხვიდე, ხო? ხო, მოკლედ ძალიან საინტერესო გამოვიდა, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა და ჩვენი არხი შეგიძლიათ გამოიწოროთ YouTube-ზე, იოგას აკადემიის პოდკასტი და მომავალ შეხვედრამდე. ჩვენ გვაქვს პრინციპში სხვადასხვა თემები, ფიზიკური იოგა როგორც მედიტაცია, ფილოსოფია და ასე შემდეგ. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. წარმატებები. მადლობა გიორგი ამ გულწრფელი საუბრის შესაძლებლობისთვის. მოწვევისთვის.